ფეხბურთზე გადავიდეთ, ეხლა ეს გამიდა გავუშვათ რა, ეს შარჟები გავუშვათ, ყველა სოფლიო ჩემპიონატს უყურებდა, ერთი შარჟი შეხვდა რა, ეს მაკრონი რო სენეგალს ბალერში ყოფდა, საფრანგეთი რო ეგონა მაგარია. გავუშვით ეგ რა ძალიან გქონდა. ასე რა ტიპი სენეგალს ბალერში ყოფდა. ძალიან სენეგალი ეგონა ფრანგები. და ფრანგები სენეგალი უი. მაკრონი. ისეთი ტიპია რომ არ არის გამორიცხული მართლა შარჟიები ხდება ეგრე ყოფილიყო დაღდათ ხო აიჭრა გავუშვით მეორე გავუშვით მეორე სკიდები აი აფრიკანსი ევროპეიცი აფრიკელები და ევროპელები ძალიან ვაიმე აი ამ საგიჟეთში რო ცხოვრობ წარმოიდგინე რა და მე კიდე ვიღას ვგვიტყია და გეუბნება რატო გადავაწყო 25 წლის წინ აი რომ მახსოვს რომ ეხლა ხარი კი როგორ არ იყვნენ იქაც თამაშობდნენ ეხლა ფერატკანიანები რა აი მიშელ პლატინი რო თამაშობდა ფეხბურთს რამდენი აი ჟირესი ჟენგინი როშტო ტიგანა ხვაზე ძალიან ბევრი იყო და ისეთი ფერატკანიანებიც იყვნენ მაგრამ ეს ფერატკანიანები უსბად ეხლა ის როგორ აი 30 წლის განმავლობაში რა ხდება ნახე უბრალოდ რა აი არ ვიცი რა და ამას ჩვეულებრივად უყურებენ რა ეხლა შენ წარმოიდგინე საქართველოს ნაკრები რო იყო ფერატკანიანების ნაკრები აი თქვი რა უბრალოდ რა საქართველოს ეს არასოდეს არ ემუქრება არასოდეს არ ემუქრება ისევ როგორც არგენტინას ნაკრებს არ ემუქრება არასოდეს არ მინდა ხია არგენტინის ნაკრებში ფერატკანიანი ხო არიან რა არიან ესე იგი ქვეყნები რომლებიც ძალიან დიდი პასუხისმგებლობით იყიდებიან დაკომპლექტებას რა თქმა უნდა აბა ეხა ეგ არის სოფლიო ჩემპიონატი რომ ამ ადამიანების იმან რაღაც იმან უნდა შეეჯიბროს ამ ქვეყნის იმას ხო რა თქმა უნდა თუ ეს ქვეყანა ამ ადამიანებისგან არ შედგება რა მნიშვნელობა აქვს სოფლიო ჩემპიონატი როგორ არის საქართველოს ხდება საფრანგეთს თქვათ საქართველოს ეს საფრანგეთია ზანზიბარი არ ვიცი რა ზანზიბარია საგიჟეთია, მაგიტომ ვიცახი რომ საგიჟეთია ვაფშე ყველაფერი რა. ეხა არის ხო და ეხა ძალიან მაგარი რა. ესა რა ქვია, ოცნებას ყოველთვის აქვს. ოცნებას ყოველთვის აქვს აზრი და ნახეთ რა მაგარი ვიდეო შეხვდა. აი ვიღაცა მესის ფანი პატარა ბავშვი ძალიან აი ხრმა იმიდან რა ქვია მე მგონი ერაყიდან არის თუ საიდან არის აღარ მახსოვს ავღანეთიდან თუ ერაყიდან თუ რაღაცა მესი ისე უყარს რომ ნახე როგორ რააცია და როგორ რისგან შეიკერა მესის ფორმა აი გავუშვით თუ შეიძლება რა Этот мальчик играл в мусорном пакете в футбол, и его фото заметил сам Лео Месси. Эта удивительная история произошла в Афганистане. С самого детства у мальчика проявилась чистая любовь к футболу. Как и у любого фаната, у мальчика появился свой личный кумир. Он очень хотел футболку, как у Лео, но у его родителей не было средств на приобретение такой дорогой вещи. Он сделал себе майку из мусорного пакета и написал на ней «Месси». Фото завирусилось, и мальчика назвали главным фанатом Месси. Месси нашел ребенка и прислал ему форму сборной Аргентины со своим автографом, а потом пригласил на свою игру. Муртаз просто не смог сдержать слез, увидев вживую своего кумира. Они за руку вышли на поле и вместе начали матч. Мечты действительно сбываются. Нужно верить и стремиться к этому. რამაგარია და რამაგარი გაახარა რა მესი მე ხარ რომ თავის მაიკაც რო გაუგზავნე მე თავისთან რო ჩაიყვანა ესეთ რაღაცებში ეს დეტალებში არის სიდიდე ადამიანის სიდიდე რა თქმა უნდა იგივე ხვიჩამ რომ მოინახულა ეს ბავშვი ხვიჩამას და რონალდოსაც ბევრი ეგეთი გაუკეთებია და წარმოიდგინე ბავშვებისთვის რა არის ეს ესეთ მექანიკურ დროს საუკუნეში სადაც არავისთვის არ გვცხელა ყველას ჩვენი საზრუნავი გვაქვს 1000 სიბინძურეა ხდება ის რაც ხდება აი მარტო ესეთი რაღაცები მაბრუნებს იმაზე რომ გადავრჩებით რეალურად რა. რო დედამიწას სიყვარული ატრიალებს რა. შენ იცი ეს არ არის მარსე? ეგრეა. ეს წარმოიდგინე რა. ბავშვს ნაგავის იმისგან შეიკერა მესის ფორმა რა. პარკებისგან. ხდები ხო და ეს შეამჩნია მესიმ. სადღაც ავღანეთში პატარა ბავშვმა რა. ძალიან მაგარი.
Ай, просто